ყველა გამოსვლას ესე ვიწყებ ხოლმე. მინიმუმ თავში მაქვს ეს, რომ არის პროფესორო ალექსიეს იყო ყველაზე ღირებული რჩევა, რაც მე მივიღე გამოსვლებთან დაკავშირებით. გოგიჩას და ანდროდ გებოაძეს ჩაუგდე ჩემი პრეზენტაცია, როცა სპოტლაიტზე გამოვდიოდი და ერთი გადამიხედეთ ჯიგრებო მეთქი და ანდრო მომწერა, რომ სადღაც მიფრინავო ინდოეთებში და რაღაცებში რომ დადის და დრო არ ამაქო და ლაპარაკი შენ არ გაგიჭირდებაო და ერთს გეტყვიო, რომ არის პროფესორო რა. ხო, დედას გეფიცებით საპროფესოროთ არ ვარ მოსული. იოანეს რო გამოვეხმაურო, პატარა დასავლური მას ვიტყვი, პაცა თხოვნებით ვარ მოსული რა. თხოვნებით იმის შესახებ, რომ ძალიან მაწუხებს პრობლემა, რომელიც ჩვენ ბაზარზე არსებობს, სხვაგანაც არსებობს, მაგრამ ჩვენზე ვინერვიულოთ. ბრენდის მართვაში, როდესაც ბრენდი იწყებს გაცოცხლებას, მოქმედებას ბაზარზე, ვაკვირდები, რომ მათი კომუნიკაცია, მათი საქციელი არის ძალიან არათანმიმდევრული. და ძალიან ცოტა საქართველოს ბაზარზე ბრენდი, რომელიც არის შეკრული, თანმიმდევრული, ერთიანი ყველგან და ყველაფერში. ერთი სულით, ერთი ემოციით და ყველგან 360 გრადუსით ტოვებს ერთი და იგივე ემოციას და შთაბეჭდილებას. ეს პრობლემა მაწუხებს, იმიტომ რომ ჩემი ხელობაც ზიანდება ჩვენი ყველა ხელობა კომუნიკაციაში, ვინც ვართ და ამიტომ სათქმელი მაქვს ერთი რამ, რომ თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით მინდა გელაპარაკოთ. და დავიწყო თავიდან და შეგახსენოთ რა არის ბრენდი, ხო? ეს სლაიდი მოპარე ჩემ ამერიკელ კოლეგებს. ერთი 15 წლის წინ Landor Associates და იმის მერე დავაპორწიალებ ყველგან ეგოისტურად გამიხარდა, რომ ესე იგი ამათაც ეს პრობლემა აქვს თქო რა. ხო? Brand is a promise, not a lipstick on a gorilla. Lipstick on a gorilla არის, რომ ჩვენ ბრენდი გგონია, რომ ეს არის ლოგო, ეს არის სლოგანი, ეს არის კონკრეტული კამპანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა და ბრენდი არის ერთი დიდი კომპლექსური ფენომენი, ხო? და რაც არ უნდა ლოგო და სლოგანი გავაკეთოთ, ამას ახლა ჩემმა მტერმა დაუზასახო მეთანხმებით, იმიტომ რომ უკან ისევ გორილა არის. ცოტა ფილოსოფიურად რო ვთქვათ და ვინც მიცნობთ, ვინც მოგისმენიათ, ვისაც მოგისმენიათ, ჩემთვის ალბათ იცით რომ ეს უიმას ვიძახი, რომ ბრენდი ადამიანია და ბრენდამიანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დიახ, ბრენდი ადამიანია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის კონკრეტული ადამიანის შექმნილი კონკრეტული ფილოსოფია, მისი დამოკიდებულება საქმის კეთებისადმი და ამ ბრენდს მერე ადამიანები მართავენ, ხო, ბრენდამიანები, ასე ვთქვათ, რომლების საქციელიც არის ბრენდის საქციელი და სხვა არაფერი, ხო? არა, კედლები ჩვენ არ გვეკონტაქტება, რკინაკავეული და მანქანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბრენდი ადამიანია, იმიტომ რომ მას გააჩნია ვინაობა და ბრენდი არ არის რაობა, ის არის ვინაობა. და ვინაობა აისახება აი ამ აქეთა ნაწილში, რაც წერია ბრენდის ქვეშ, ხო? იმიტომ რომ ბრენდი და ბრენდინგიც ორი განსხვავებული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში ყოფი, მაგრამ განსხვავებული ტერმინია. ბრენდი არის შინაარსი, ვინაობა, თავის მამოძრავებელი იდეით, პროდუქტის და სერვისის კონცეფციიდან დაწყებული, როგორი უნდა იყოს მისიის ხედვით და ასე შემდეგ. და შემდეგ, როცა ეს ვინაობა არის განსაზღვრული, ხო? კარგად ნამართი ბრენდი ამ მიხედვით იქცევა, ხო? ანუ ბრენდინგი ეს ing ბოლოს რო ემატება არის მისი ვინაობიდან გამომდინარე საქციელი და სწორედ ასეთი საქციელი არის ხოლმე თანმიმდევრული და ასეთ საქციელს მივყავართ იქამდე, რასაც ამბობს სულხან საბა ორბელიანი, ჩემთვის პირადად ეს არის ყველაზე მაგარი, მოკლე და სხარტი განმარტება იმისა, თუ რას ნიშნავს საქმის კეთება საერთოდ ცხოვრებაში როგორ უნდა მოიქცე და რა უნდა გააკეთო, ხო? ადამიანი უნდა ფასობდეს საქმითა და სიტყვითა, რა, სიტყვისა და საქმის დამთხევა ყოველდღიურობაში და ეს არის ბრენდინგის ამოცანაც, ბრენდინგის დანიშნულებაც, რასაც სიტყვი გააკეთე და თუ გააკეთებ თქვი, ანუ კომუნიკაციაც არა აქვს გამორჩენილი ამ კაც მე-16 თუ მე-17 საუკუნეში.
და სიტყვისა და საქმის დამთხვევა მივყავართ სწორედ იქამდე, რაც ერთი სიტყვით, ვინმე რო კითხოთ, ერთი სიტყვით რა არის ბრენდი, აი ეს არის რეპუტაცია. წლობით ადამიანების მიერ, წლობით ნაგროვები, მომხმარებლების მიერ, წლობით ნაგროვები, ემოციური გამოცდილება, ანუ შთაბეჭდილებების კრებული, რომელიც გრძელ ვადაში მერე აყალიბებს რეპუტაციას. თავიდან არის იმიჯი, ანუ როდესაც ჩვენ უყურებთ ვიღაცას ან რაღაცას შორიდან პირადი გამოცდილება არა გვაქვს და რაღაცა გვიყალიბდება აზრი მათი ქცევიდან გამომდინარე, ხო? და შემდეგ უკვე არის რეპუტაცია, როდესაც ჩვენ შევდივართ შეხებაში ბრენდთან, გამოვცდით ერთხელ, ორჯერ, 100ჯერ, 1000ჯერ თუ დავრჩით მასთან ერთად და უკვე არის რეპუტაცია, ხო? ადამიანების ცხოვრებაც ზუსტად ასეთია. და შესაბამისად ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს უცხო, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ აი ამ საბჭოთა წარსულმა, ხო? ძალიან დიდი დაღი დაგვამჩნია, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ეს ლოგიკური ამბავია, რომ ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა. ეს სახელი არის რეპუტაცია ბრენდის რა, ხო? და შესაბამისად ბრენდს მის ცხოვრებას, იმიტომ რომ ბრენდი არის ვინაობა, ბრენდინგი არის აქციელი და ბრენდის არსებობა ბაზარზე არის ბრენდის ცხოვრება. ჭირდება თანმიმდევრული აღსრულება. ოღონდ აღმასრულებლებში არ გულისხმობ მხოლოდ ბრენდის ფლობელებს, არ გულისხმობ მხოლოდ თანამშრომლებს, გულისხმობ იმ სააგენტოებს, სარეკლამო, სტრატეგიული, ციფრული, არაციფრული, PR-ი, რავი, ყველა, ვინც ამ ბრენდის აღსრულებას ემსახურება, ხო? ვინც ამ ბრენდის აღსრულებას ემსახურება და ან ყველაფერი კარგად არის, ან ყველაფერი ცუდად არის ხოლმე, ძალიან იშვიათად არის შვალედი. კარგად ვიწყებთ, ცუდად ვაგრძელებთ და ასე შეგვიძლია. რატომ? იმიტომ რომ რომელიღაც ხარეს ყოველთვის ავიწყდება, რომ ბრენდის წარმატების მთავარი ამბავი არის თანმიმდევრულობა. ბრენდინგის პროცესი ეს არის ადამიანების გონებაში ბრენდის აღქმის, ანუ დადებითი ემოციების და შთაბეჭდილებების მართვის პროცესი, რომელიც სულ ყოველჯერზე სხვადასხვანაირი თუ იქნება, ძალიან გაუგებრად ტიპად ჩამოყალიბდება ბრენდი. აი ძალიან გაუგებრად, ხო? ალბათ აკვირდებით ეტიკეტებს, ხო, რა ვიცი, ლუდის, რავი, კეჩუპის და ასე შემდეგ 1300 რაღაცა წელი, 1500 რაღაც წელი დაიწყო და მოდიან, ალბათ იმასაც აკვირდებით, რომ მაგარი ბრენდები ეგრეთ წოდებულ მკვეთრ რესკი დვიჟენიებს არ აკეთებენ არც ვიზუალში, არც იმაში, რომ ერთხელ დამახსოვრებული რაღაცა სამუდამოდ დაამახსოვრონ თავის მომხმარებლებს და ერთი გახედვითაც ცნობდნენ. როდესაც პრობლემა და საჭიროება დაუდგებათ, უცებ ახსენდებოდეთ, ხო? იმიტომ რომ თქვენი საყვარელი ბრენდების სახელები გარანტიას გაძლევთ, დიდი ხანია არ წაგიკითხავთ, გახედავ და იცი რომ ის არის, ხო? ესე არ ვკითხულობთ რაღაც სახელებს. სწორედ ეს არის აი ეს ემოციური მიჯაჭვულობა, დამახსოვრება რაღაცის, რომელიც ჩვენთვის პრობლემის გადამწყვეტია. და რატო არის მნიშვნელოვანი ემოციური დამახსოვრება და რატო არის ბრენდინგის მთავარი დანიშნულება ემოციების გამოწვევა? იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ადასტურებენ ნეირომარკეტერები, ნეირომეცნიერები და ფსიქოლოგები და ყველა, ვინც ჩვენ ტვინის გარშემო მუშაობს, რომ ჩვენ გადაწყვეტილებების 95%-ს ვიღებთ ემოციებით, ხო? და ემოციის ჩამოყალიბება, ელე მისაუბრა ამაზე, ხო? დატამაც კი მოიტანა უკვე, რომ ემოციების ანალიზი გჭირდება, ხო? ამაში თანმიმდევრულობის გარდა ვერაფერი ვერ დაგვეხმარება. რაღაც კონკრეტულ ემოციასთან ვიყოთ ასოცირებული. თუ ერთი სიტყვით ბრენდი რეპუტაციაა, ბრენდინგი უკვე ერთი სიტყვით ეს არის საქციელი, ქცევა, შიდა და გარე ქცევა, რა თქმა უნდა, თანამშრომლებიდან, შიგნიდან იწყება ეს ყველაფერი, ანუ ქცევის პროცესი და ქცევის პროცესი არის კომუნიკაცია, ხალხო. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ სარეკლამო კომუნიკაცია. კომუნიკაცია არის ყველაფერი, რასაც ბრენდი აკეთებს, რითიც ის ჩანს, სადაც და როგორც ადამიანები მას ეხებიან. მომხმარებლები, თანამშრომლები, მესამე პირები, პარტნიორები თუ ყველა აბსოლუტურად, ხო? და აი ამ კომუნიკაციას ჭირდება აუცილებლად თანმიმდევრულობა და ის უნდა იყოს ძალიან სახასიათო, რომ დაგვიმახსოვრონ,
გავახსენდეთ და ყოველთვის გვიცნო. და შესაბამისად ბრენდი აი ამ სახასიათო კომუნიკაციით ცოცხლდება და აი ამ თანმიმდევრულობით ცოცხლობს, ხო? იმიტომ რომ 100, 200 და 300 წლის ბრენდებიც არსებობენ, ხო? და მე მინდა გითხრათ და ერთად კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და გავიხსენოთ, რომ საიდან მოდის ეს ქცევა, საიდან მოდის ეს ემოცია, ხელწერა, სტილი, ეს ამბები და ვაიბები, ხო? ეს სტორიტელინგი გვინდა და რაღაცეებს რო ვიძახით, ხო? საიდან მოდის ეს რაღაცეები, რომლებმაც უნდა შეკრას ბრენდი მომხმარებლის გონებაში და პატარა ფაილივით ჩაუდოს იქ და როცა საჭიროება იქნება, გაიხსნას და ამოხტეს ეს ყველაფერი, ხო? საიდან მოდის და საიდან ვიცით რა, როგორ, ვის, რატომ და რა გზით უნდა ველაპარაკოთ, ხო? ამ ყველაფრის თავი და თავი, საფუძველი, ფუნდამენტი, კონსტიტუცია, ოღონდ არა საქართველოსი სამწუხაროდ. ხო? არის ბრენდის ვინაობა, რომელიც ასახულია ბრენდის სტრატეგიაში. და ბრენდის სტრატეგია არის კომუნიკაციისთვის ის მანათობელი შუქურა, რომელსაც უნდა მიყვებოდეს ყველანაირი კომუნიკაცია, მათ შორის ციფრული კომუნიკაცია. და საბედნიეროდ ამ ბოლო დროს უფრო მომრავლდა იმ ადამიანების, იმ სააგენტოების რიცხვი, რომელიც მეც ალბათ ჩემ კოლეგებს, ხო, შოთიკო მე მგონი აქ არის და ასე შემდეგ, გვეუბნებიან, რომ რა კარგია ეს რო არსებობს, აწი ვიცით ახლა რა გავშალოთ და როგორ გავშალოთ. თუ ეს არ არსებობს, მაშინ რაღაცა აბა მოდი ერთი საკაიფო კამპანია ვხიოთ. კი ვხევთ იმ საკაიფო კამპანიას, შეიძლება ძალიან კარგი გამოვიდეს, თვალსაცრემლი მოედინოს, გადასარევი, მაგრამ რო დასრულდება, იქ სრულდება მერე ყველაფერი. მეორეც შეიძლება საკაიფო იყოს ძალიან, მაგრამ რა ვიცი, არათანმიმდევრული შეიძლება გამოდგეს. ხან ერთი, ხან მეორე, ხო? და პრობლემის გადაწყვეტა არის ერთადერთი რამ, ყველა მხარის მიერ სტრატეგიის მიყოლა. ოღონდ რა თქმა უნდა, სტრატეგია უნდა არსებობდეს და მიხარია, რომ ეს ადამიანები, ვინც გვეუბნებიან, რომ ჩვენ აი ამას მივყვებით და დედა რა კარგია, სულ უფრო მეტად თხოვენ უკვე თავის დამკვეთებს, რომელიც პირდაპირ მიდიან ერთ საკაიფო კამპანია გავაკეთოთ, რომ რა გაქვთ სტრატეგია, რას ხელმოსაჭიდი, რას მოვკიდოთ, რას მივყვეთ, ხო? და შესაბამისად და ხოდა ძვირფასო ციფრულო მარკეტერებო, აი ამ თხოვნებით ვარ მოსული, რასაც ახლა მე ნელა უკვე გავაჟღერე. თქვენო უციფრელოსობა. We are partners in brand consistency crime. ჩვენ ვართ პარტნიორები, ვინცაც აქამდე ეგონა ან გონია, რომ აი სტრატეგები რაღაცას მოახლაფორთებენ და დადებენ ამ დოკუმენტს და ეხლა ჩახედე და მიყევი. მე ესე არ მევასება ძმაო და მოდი ესე გავაკეთოთ. ეს ასე არ გამოვა, იმიტომ რომ დაზარალდება ბრენდი. და ბრენდი რო დაზარალდება ყველა, მისი მფლობელიც და ჩვენც და თქვენც და აბსოლუტურად ყველა. თქვენ ხართ ბრენდის ციფრულ სამყაროში გამცოცხლებლები. ძალიან დიდი როლი გაქვთ, ხო? იმიტომ რომ ეს ციფრული წილი იზრდება ბრენდის სიცოცხლეში, ბრენდის კომუნიკაციაში. თქვენ ხართ და არ დაგავიწყდეთ მარკეტერები პირველ რიგში, ეს ციფრული ხელსაწყოები და იარაღი, ციფრული ხელსაწყო და იარაღია. პირველ რიგში ხართ მარკეტერები, შემოქმედები, წერადმწერლები, ანუ კოპირაიტერები, ეგრეთ წოდებული და სტრატეგები. და ნახეთ, აი ის ვკითხე რა, კარგად ჩაუჯექი ერთი ორი კვირა ტყვინი გაუბურღე რა, ეს ციფრული მარკეტინგი რა არის, რაღაცეები და საუკეთესო რესურსებიდან მომიგროვე ყველაფერი. და როდესაც მომიგროვა და მითხრა ბოლო-ბოლო, მე მგონი ესო საუკეთესოა, გაცოცხლდა გონი ის chat GPT თუ ვიღაცა, ბოლო ორი გაყვითლებული bullet points შეხედეთ. რა უნარებს ფლობს ციფრული მარკეტერი და ნუ ბოლოს დანახვამ საერთოდ გადამრია სიხარულისგან, რომ ძალიან კარგი ცოდნა ბრენდის სტრატეგიის, ბრენდინგის, იმიტომ რომ ეს არის primary სახელმძღვანელო, პირველი მთავარი სახელმძღვანელო ბრენდის გასაცოცხლებლად ციფრულ სამყაროში. ჩემი თხოვნების გასამყარებლად ლექსიც კი მოგიზღვენით. ოთარ ჭილაძე იმედია მაპატიებს, მაგრამ ნარბენი ბრენდის გულივით ფეთქავს პროდუქტებიც და მომსახურებას. თქვენ ხართ აქამდე რას უნდა მეთქვა, თქვენ ხართ ბრენდინგში ჰაერზე მეტი.
შეარზე მეტი, ლაიქზე მეტი და ბუსტინგზე მეტიც. იმიტომ რომ ციფრული კომუნიკაცია არ არის ტექნიკური კომუნიკაცია მხოლოდ. ამ საკითხში ძალიან ცუდად გაუთვითცნობიერებული ადამიანი, მაგრამ ძალიან ღრმა ინტუიციის მქონე ადამიანი გეუბნებით ამას და ელეს გამოსვლამ ეს დაადასტურა კიდევაც, რომ სენტიმენტები, ეს ემოციები არის საჭირო. და ეს ყველაფერი მოდის ბრენდის შინაარსიდან. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტრატეგიის არსებობა და მისი მიყოლა საქმეს გიადვილებს და გიეფექტურებთ. ბრენდის სტრატეგები თქვენი მოკავშირეები არიან და არაფერს არ ართულებენ. ლაპარაკი შეიძლება და ახსნა ერთმანეთში, რომ აქ რა იგულისხმება. თუ ბევრი რა იგულისხმება დაგჭირდათ, ესე იგი ჩვენ ვერ დაგვიწერია, მაგრამ რავი, წერთ ისე, რომ მე მგონი უნდა გაიგოს ადამიანი. თანმიმდევრულობა მოგვაგებინებს ყველას, ფლობელსაც, თანამშრომელსაც და ყველა სააგენტოს, ვინც ბრენდის გაცოცხლებას ემსახურება. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინეთ და დაიდოს ბრენდის თანმიმდევრული შენება ყველა ალთას, ან ყველა ბალთას, როგორც გნებავთ, თავარი არ იყოს ზოგი ალთას და ზოგი ბალთას. დაიდოს ბრენდისთვის ხელშესახები შედეგები, გადაზრდილი გაყიდვებში, იმიჯში, რეპუტაციებში, ყველა ის კამპანია, ყველა გზავნილი, ყველა ნაბიჯი, ყველა ქცევა, საქციელი, რასაც ბრენდი გადადგავს, დაიდოს ბრენდის სიცოცხლე მრავალჟამიერ. ხო უნდა ვეღირსოთ ჩვენც 50 და 100 წლის ქართულ ბრენდებს, ხო, ეხლა თვითნაბად ბრენდებს არ გულისხმობ იქ. სუხიშვილებს და ვიღაცებს, ხო, რომელიც დაიბადნენ და ჯერჯერობით ცოცხლობენ. უნდა ვეღირსოთ და ჩვენი საქმე დაფასდეს და მაგრათაც გაძვირდეს, რატომაც არა, ხო? მეტი გაგვიხადონ, იმიტომ რომ ხელშესახები შედეგები დაიდო. ჭირიმე თქვენ შემოგელეთ. ავშენდი კაცი, რო გეტყვის, მერე ფულსაც გადაიხდის. ვინც არ გადაიხდის, აღარ მოემსახურები რა. ხო? გთხოვთ, რადგან ჩვენი რეპუტაცია თანმიმდევრული, შეკრული ბრენდი და მისი შედეგებია და მეტი არაფერი. და ეს ერთიანობა საჭიროა და რამენაირად უნდა მოვახერხოთ ეს ქართველებმა. გთხოვთ, რადგან რაც მოგვივა ბრენდითაო, ყველა ჩვენი საქმითაო. სხვათა შორის ეს, რომ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, დავითარო სახელი არ იყო, როდესაც მედიაციის სტრატეგიაზე მუშაობთ, ეს ფენომენი არის სასამართლოს ალტერნატივა. მაშინ გავიგე, რომ თურმე დავა, ჩხუბი იგულისხმება. მაგრამ იმდენად მაგრად მუშაობს, რომ დავითას შემთხვევაშიც და დავითა სახელს თუ ვიღულისხმებთ, ვართ ჩვენ ახლა. იმიტომ რომ რაც მოგივა დავითაო, ანუ რაც მოგივა კომუნიკაციის სპეციალისტო, ყველა შენი საქმითაო. იმიტომ რომ თუ სწორად აღვასრულებთ ბრენდს, ის სტრატეგია სწორად გაცოცხლდება, ჩვენი საქმე დაფასდება და გაძვირდება. თუ არა და შესაბამის შედეგს მივიღებთ, ხო? ამიტომ გთხოვთ, შევიკრათ და ავდგეთ ყველა ფეხზე. და ტრადიციულად ზოგმა ალბათ იცით, რაც შემდეგ სლაიდზე გამოჩნდება, რაც ძალი და ღონე გვაქვს, ყველამ ერთად დავიყვიროთ, იმიტომ რომ ბრენდინგიც და კომუნიკაციაც გაბედული ხალხის საქმეა, ხო? 1, 2 და 3. მიაწვა! მადლობა.